მოგესალმებით. USAID-სა და NED-ის შემდეგ, როგორც ჩანს, ახალი სკანდალები ევროკომისიის გარშემო ხდება. ძალიან ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკაში ეს ორი დიდი ორგანიზაცია დაიხურა. მიზეზებზე არაერთხელ გვითქვამს. საუბარია ფინანსების ხარჯვაზე, პოლიტიკური ინტერესებითა და საპროტესტო აქციების დაფინანსებაზე. როგორც ჩანს, იმავეთი იყო დაკავებული ევროკომისიას. ყოველდღიურად ქრება ის მითი, რომ თითქოს ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროპული საბჭო და სხვა ევროპული სტრუქტურები წევრი ქვეყნების სუვერენიტეტზე ზრუნავენ და ეროვნულ ინტერესებს აფიქსირებენ. ასე არ არის, ყოველ შემთხვევაში აღარ არის. შეიძლება ადრე რამდენიმე ათეული წლის წინ სახელმწიფოების სუვერენიტეტი ცოტა უფრო მეტად იყო დაცული და ეროვნულ ინტერესებს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ცოტა უფრო მეტად იცავდნენ, მაგრამ დღეს ევროკავშირის სტრუქტურები და ბრიუსელის ბიუროკრატია სრულად იმართება გლობალური deep state-ის მიერ. ეს მართვა კარგად შენიღბულია და გარედან ჩვეულებრივ მაყურებელს უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში პოლიტიკური სისტემაც გამართულია, არც კორუფცია არის და ფონ დერ ლაიენის სხვა ევროკომისრებით მხოლოდ წევრი ქვეყნების ინტერესებზეა მორგებული. ასე არ არის და ევროკომისიის ბოლო სკანდალიც სწორედ ამის მაგალითია. ყველას კარგად გვახსოვს კატარგეითის სკანდალი და მილიონების ტრიალი ევროპარლამენტში. ისედაც კარგად ვიცით ქართული რადიკალური ოპოზიციისა და მათი ლობისტი ევროპარლამენტარებისა და სხვა პოლიტიკოსების შესახებ. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში დიდი ოდენობით უცხოური ფული იხარჯებოდა. დანიშნულება კი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და რევოლუცია იყო. ახლა აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც ჩვენ საქართველოში დემოკრატიას გვიწუნებდნენ, თავად არიან თავის მართლების რეჟიმში. საუბარია ევროკომისიაზე, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისიის ხარჯებზე. ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ აღიარა, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ფონდები გამოიყენა მემარცხენე არასამთავრობო და კლიმატის ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რათა საიდუმლო გავლენის ოპერაციის ფარგლებში ჩაეხშო ევროპელი კონსერვატორების ხმები. საუბარია სახსრებზე, რომელიც გარემოსდაცვითი ინიციატივების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი. 2014 წლიდან ამ პროგრამის საერთო ბიუჯეტი 9 მილიარდი ევრო იყო. როგორც გამოძიება მაჩვენა, ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების ნაწილი ევროპაში კონსერვატიული და ევროსკეპტიკური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. ბრალდება საკმაოდ ხმაურიანი და რეზონანსულია. ერთია, რომ ცალკე დადგენა სჭირდება ამ 9 მილიარდიდან, რამდენი დაიხარჯა მიზნობრივად და რამდენი პოლიტიკური ოპონენტების საწინააღმდეგო კამპანიასა და მათ გაჩუმებაში. მეორე და უფრო საყურადღებო ის არის, რომ ევროკომისია, როგორც ჩანს, როგორც ჩვენთან ამბობენ ჟარგონზე, ფულს ტეხავდა. სქემა გასაგებია. კლიმატის ცვლილება და მასთან ბრძოლა ლამაზად ჟღერს. მილიარდები გამოიყოფა მასთან საბრძოლველად და შემდეგ ამ მილიარდებიდან თანხები მოწინააღმდეგეების განეიტრალებაში იხარჯება. როცა მოწინააღმდეგეების განეიტრალებაზეა საუბარი, რუმინეთი და საფრანგეთი აუცილებლად უნდა ვახსენოთ. კალინ ჯორჯესკუ და მარინ ლეპენი მარტივად გაანეიტრალა გლობალურმა deep state-მა ევროკრატების ხელით. ამ ფონზე არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ კი ევროკომისია და ურსულა ფონ დერ ლაიენიც იმავეთი იყო დაკავებული. აღსანიშნავი ის არის, რომ საუბარია კონსერვატორულ ხმებზე ევროკავშირში, ანუ იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც დღეს ეწინააღმდეგებიან არალეგალურ მიგრაციას, LGBT პროპაგანდასა და ევროკავშირისა და ფონ დერ ლაიენის მილიტარისტულ პოლიტიკას. ევროკომისიის სკანდალი ცოტა ხნის წინ შტატებში გახმაურებულ სკანდალს ძალიან კარგად უკავშირდება. ევროკომისიისა და USAID-ის საკითხები ერთად უნდა განვიხილოთ. USAID-თან დაკავშირებით ისტორია შემდეგია. აღმოჩნდა, რომ USAID-ის საშუალებით ფინანსდებოდა სახელმწიფო გადატრიალებები, მაგალითად საქართველოში. ტრამპის ადმინისტრაციის წევრი ილონ მასკი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ვიდეო კოლაჟსაც აზიარებდა, რომელშიც საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების კადრებიც იყო შესული. მასკის კომენტარით USAID დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. აქვე ვახსენოთ იმავე USAID-ის ხარჯები, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაიხარჯა. USAID-მა პოლიტიკური NGO-ების გავლით საქართველოში დაახლოებით 42 მილიონი დოლარი დახარჯა არჩევნებზე. ამ ინფორმაციების ფონზე ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ ევროკომისია ევროკავშირშიც ზუსტად იმავენაირად ხარჯავდა თანხებსა და აფინანსებდა პოლიტიკური ოპონენტების საწინააღმდეგო კამპანიებს, როგორც საქართველოში. აქ ხაზი იმასაც უნდა გავუსვათ, რომ ერთია პოლიტიკური ოპონირება და მეორეა ის,
თუ ვის შორის ხდება ეს ოპონირება და რა მიზნით. ევროკომისიის მიზანი გლობალისტური და ნეოლიბერალური იდეების დანერგვა და ევროკავშირის ახალ მოწყობაზე გადაყვანაა, სადაც არა წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი და ინტერესები, არამედ გლობალური deep state-ის დაკვეთების შესრულება იქნება არსებითი. როდესაც ევროკომისიის სკანდალზეა საუბარი, არც ის უნდა დავივიწყოთ, თუ როგორ იმუქრებოდნენ ყოფილი თუ მოქმედი ევროკომისრები იმაზე, რომ საქართველოსთან მიმართებით დაფინანსების გადამისამართება მოხდებოდა. გასული წლის ნოემბერში ევროკავშირის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელს ინიციატივა ჰქონდა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაეცათ. ეს ის ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოებაა, ხან პარალელური ხმის დათვლის შედეგებს რომ აყალბებს და ხან რევოლუციას რომ აწყობს. უკვე იანვარში ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი აცხადებდა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი 100 მილიონი ევრო. კერძოდ, მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან 8 მილიონნახევარ ევროს უკვე შეეცვალა დანიშნულება და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას მოხმარდება. ასევე ამავე მიზნით გათვალისწინებულია დამატებით 7 მილიონნახევარი ევრო. USAID-სა და NED-ის დახურვის შემდეგ გლობალური deep state ამ ფონდების სწორედ ევროპული ფონდებით ჩანაცვლებას ცდილობს. სწორედ ამას უნდა მივაწეროთ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხებით აგენტი NGO-ების დაფინანსება. ევროკომისიის სკანდალის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. სხვებს დამრიგებლური ტონით ესაუბრებიან, თვითონ კი კრიზისში არიან ჩაფლულნი. სხვებს დემოკრატიულ სტანდარტებს უწუნებენ, თვითონ კი გამჭვირვალობის პრობლემები აქვთ. ევროკავშირში მორიგი საეჭვო სქემა გამოვლინდა. გერმანულმა მედიამ ევროკავშირის აუდიტის სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე სხვადასხვა სფეროში 2021-2023 წლებში 8 მილიარდამდე ევრო დაიხარჯა. დაუდგენელია თანხის ჩარიცხვის მიზნები, ასევე უცნობია კონკრეტულად რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ დაფინანსებას. ევროპარლამენტარ მონიკა ჰოლმაიერის განცხადებით კი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ დონეზე იმ პროტესტებს უჭერდა მხარს, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. ეს საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ახსოვს საკუთარი ქვეყნის მაგალითზე. ევროკავშირის კონტროლის პალატის დასკვნა საკმაოდ მძიმეა, გაუმჭვირვალე და ბუნდოვანი. ეს შეფასება მიეცა ევროკავშირის მიერ მილიარდობით ევროს დაფინანსებას არასამთავრობო სექტორისთვის. ევროკავშირის ფინანსური ორგანო 8 მილიარდამდე ევროს ხარჯვის მიზნობრიობას იკვლევდა, რაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო 2021-2023 წლებში. გამოძიების დასრულების შემდეგ წამყვანმა აუდიტორმა ლაიმა ანდრიკიენემ განაცხადა: არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გაუმჭვირვალეა და გამჭვირვალობის არარსებობა სერიოზული პრობლემაა. ევროკავშირის მიერ არასამთავრობოების დაფინანსების სურათი ბუნდოვანი რჩება, ლობიზმის ჩათვლით, არც საიმედოა და არც გამჭვირვალე. ანდრიკიენეს სიტყვებით ეს დიდ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით გამოყოფილი თანხების მოცულობას თუ გავითვალისწინებთ. გამჭვირვალობასთან დაკავშირებული პრობლემები მათ აქვთ, ვისაც რაღაცა აქვს დასამალი. ჩნდება კითხვა, რას მალავს ევროკავშირი და მისი დავალებებით მოქმედი არასამთავრობო სექტორი. ეს ხომ წარმოუდგენლად დიდი თანხაა და რატომ ხდება ისე, რომ მათი მიზნობრიობა და დეტალური ხარჯთაღრიცხვა ევროკავშირის მოსახლეობისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ვის მიერ გადახდილი გადასახადებითაც ხდება ამ ფულის გენერირება. საკუთარ ანგარიში ევროკავშირის კონტროლის პალატამ ევროკავშირი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციამ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, რაც ევროკავშირის ფულადი სახსრების მეშვეობით ხდებოდა. ხაზგასმულია, რომ არ არსებობს არანაირი მონიტორინგის სისტემა, იმის დასადგენად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად დამოუკიდებლები არიან თუ არა. ახლა უკვე გასაგებია, რატომ ატეხეს deep state-ის მართულმა ევროკრატებმა პანიკა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი მიიღო. მათ არ სურდათ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და რიგ შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ფართო მასებისთვის რომ გამხდარიყო ცნობილი. გამოდის, რომ საქართველო უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის საქმეში, ვიდრე ეს უშუალოდ ევროკავშირშია.
შეიძლება ეს იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ევროკავშირი და უშუალოდ ევროკომისია, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტის დიდ ნაწილს განკარგავს, კარგად ათვითცნობიერებს იმ მარტივ მოცემულობას, რომ მათ მიერ დაფინანსებული NGO-ები დავალებებს ბრიუსელიდან იღებენ, ევროპული Deep State-ის დირექტივებით მოქმედებენ და ხშირად არაკანონიერი მეთოდებითაც ცდილობენ დემოკრატიულად არჩეული მთავრობების ძალადობრივი ცვლილება განახორციელონ. ანუ ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ ხდება, რასაც ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ. გამოდის, რომ ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ფასეულობები მარკეტინგული გაფორმებაა, ხოლო რეალურად კი მსუყედ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები მათი პატრონების გზავნილებს ახმოვანებენ. Deep State-ის იდეოლოგიური პროპაგანდით არიან დაკავებული საქართველოსა თუ სხვა ქვეყნებში და პოლიტიკურ პროცესზე აქტიური ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ, როდესაც მათ არანაირი სახალხო ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ. არადა გაუმჭვირვალობა იყო ის ფიქტიური საბაბი და არა მიზეზი, რატომაც კალინ ჯორჯესკუს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვება გააუქმეს. მას სოციალურ ქსელ TikTok-ზე სარეკლამო ხარჯების გაუმჭვირვალობას ედავებოდნენ. მაგრამ როდესაც უშუალოდ ევროკომისიას და კავშირის გლობალურ Deep State-ს ეხება საქმე, გამჭვირვალობა აღარავის აინტერესებს. იტალიელმა ჟურნალისტმა ტომას ფაზიმ ახლახანს მიმდინარე წლის თებერვალში ვრცელი კვლევა გამოსცა სახელწოდებით ევროკავშირის პროპაგანდის მანქანა. ევროკავშირი NGO-ებს საკუთარი რეკლამირებისთვის იყენებს. პროქსი პროპაგანდა, ასეთ ტერმინს იყენებს ევროპელი მკვლევარი ევროკავშირის საგრანტო პოლიტიკის არსის დასახასიათებლად. ევროკომისია მნიშვნელოვან დაფინანსებას უგზავნის არასამთავრობო ორგანიზაციებს და ანალიტიკურ ცენტრებს მისი პოლიტიკისა და მიზნების ადვოკატირებისთვის. ეს ორგანიზაციები ხშირად ფინანსურად დამოკიდებულნი არიან ევროკავშირის დაფინანსებაზე. მოქმედებენ როგორც ხელშემწყობი ინსტრუმენტები ევროკომისიის დღის წესრიგისთვის. ეს კი შლის საზღვრებს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასა და ინსტიტუციურ პროპაგანდას შორის. სწორედ ამას ეწოდება პროქსი პროპაგანდა. ფაზი თავის კვლევაში რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გამოყოფს, თუ რითია დაკავებული ევროკავშირის პროპაგანდის მანქანა. ევროკავშირის მიერ ლიბერალურ პროგრესული ნორმების პოპულარიზაცია ხშირად წინააღმდეგობრივია ცალკეული წევრი სახელმწიფოების კულტურულ და ისტორიულ კონტექსტთან. გარკვეულწილად ამძაფრებს დაძაბულობას და აღრმავებს წინააღმდეგობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ რეგიონებში, განსაკუთრებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ევროკავშირის დაფინანსების პრაქტიკამ ჩაახშო საჯარო დებატები და გააჩუმა ალტერნატიული მოსაზრებები. ეს კი ხელს უწყობს ზენაციონალური ინტეგრაციის ნარატივის პრიორიტეტულობას ეროვნულ სუვერენიტეტზე და დემოკრატიულ პლურალიზმზე. დეზინფორმაციასთან ბრძოლის საბაბით კომისია სულ უფრო მეტად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ განსხვავებული აზრის ცენზურას, საზოგადოებრივი დისკურსის მრავალფეროვნების შეზღუდვას და ევროკავშირში ინფორმაციის ნაკადების კონტროლის კონსოლიდაციას. წევრ ქვეყნებში, რომლებსაც მართავენ კონსერვატიული და ევროსკეპტიკოსი მთავრობები, კომისია მხარს უჭერს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ერევა საშინაო პოლიტიკაში, ძირს უთხრის ან ცდილობს დემოკრატიულად არჩეული ადმინისტრაციების დელეგიტიმაციას ევროკავშირის ღირებულებების დაცვის საბაბით. გამჭვირვალობის მნიშვნელოვანი ხარვეზები ევროკავშირის სახსრების გამოყოფასა და ზედამხედველობაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სახელმწიფო ფულის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. დაფინანსება მიმართულია იმ პროექტებზე, რომლებიც უფრო მეტად ემსახურებიან პოლიტიკურ დღის წესრიგს, ვიდრე ნამდვილ სამოქალაქო საჭიროებებს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პოლიტიკური მიზნებისთვის იარაღად გამოყენება არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, მაგრამ ასევე ძირს უთხრის სანდოობას იმ ორგანიზაციებისადმი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოციალური გამოწვევების გადაჭრაში. ასეთი ორგანიზაციები რისკავენ, რომ მოხვდებიან ევროკავშირი NGO-ების კომპლექსის წინააღმდეგ საპასუხო რეაქციებში, რაც კიდევ უფრო ანადგურებს საზოგადოებრივ ნდობას. ეს საკმაოდ ზუსტი და ობიექტური კვლევაა გლობალური Deep State-ის მიერ სამთავრობო ორგანიზაციების დამორჩილების და მათი საეჭვო მიზნებისთვის გამოყენების პროცესში. ანუ რა გამოდის? იმის მაგივრად, რომ არასამთავრობოებმა იმ საკითხების მოგვარებაზე იმუშაონ, რაც რეალურად ქვეყნის მოსახლეობისთვის მთავარი პრიორიტეტია, ეს კი პირველ რიგში სოციალურ-ეკონომიკური საკითხებია, NGO-კრატია უბრალოდ კონკრეტული მითითებების შესრულებითაა დაკავებული. იმის მაგივრად, რომ არასამთავრობოებმა ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე იზრუნონ, ისინი პოლიტიკური მოთამაშეების როლში გვევლინებიან ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ ისინი ხალხს არ აურჩევია.
მათთვის ხმა არავის მიუწია. ყოველი როცა ამას გვეუბნება, ეს ნიშნავს რომ არ უნდა გავაკეთოთ. თუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. რო გითხრან რომ ერთი კვირა ცალფეხზე უნდა იდგე, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი. საქართველოში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით მიმდინარეობდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალური გამოყენება. გენდერული პოლიტიკით და LGBT პროპაგანდით დაწყებული ფსევდოლიბერალური დემოკრატიის აგიტაციით დამთავრებული. საეჭვო წარსულის ხალხი, მაგალითად, ვინც სააკაშვილის რეჟიმის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის როლს იკავებდა, რაც უკვე მისი კეთილსინდისიერების და ობიექტურობის შესახებ წარმოდგენას გვიქმნის, მედიის მაკონტროლებლად და ცენზურად დაგვინიშნეს. სააკაშვილის რეჟიმის კაპიტანი გიგაური კი ფსევდოდემოკრატიული ფასეულობების დამცველად გაგვემწესეს. აი როგორ აღწერს ტომას ფაზი ევროკავშირის და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობებს და დამოკიდებულებას. რა ხდება კონკრეტულად? უხდი თითქოს და დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, რომ შენი სახელით ლობისტობა გასწიონ. თვით ლობისტობა ეწოდება ამ სისტემას, რომელიც ასე მუშაობს. ეს აჩვენებს იმ უდიდეს მასშტაბს, თუ როგორ მუშაობს ხელოვნურად შექმნილი საზოგადოებრივი აზრი. თითქოს მოთხოვნები მომდინარეობს სამოქალაქო საზოგადოებიდან, მაგრამ რეალურად ისინი წარმოადგენენ მათი დამფინანსებლების იარაღს. ამ შემთხვევაში ევროკომისიისას. ნამდვილად საჭიროა ამ შავი ხვრელის ამოქოლვა, რადგან სისტემა ტოტალურად გაუმჭირვალეა. ევროკომისიის ციფრულ მონაცემთა ბაზები საკმაოდ არამეგობრულია მომხმარებელთათვის. თავად გამომივლია ეს ანგარიშის წერისას. მიმაჩნია, რომ ეს გამიზნულადაა ასე შექმნილი, რათა მაქსიმალურად გაურთულოს მუშაობა უბრალო ხალხს, რომელსაც სურს გაიგოს თუ როგორ იხარჯება მათი ფული. ხშირად რთულია განასხვავა ერთმანეთისგან ოფიციალური კომუნიკაციის კამპანია, PR-სა და მარკეტინგზე დახარჯული სახსრები და პროპაგანდისტული კამპანიები. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა USAID-ის დახურვის შესახებ განკარგულება გასცა, გლობალური Deep State-ის დავალებით ევროკავშირმა აქტიურად გადაიბარა ესტაფეტა NGO-ების გაუმჭვირვალე დაფინანსების საქმეში. საერთაშორისო დღის წესრიგი, როგორც არ უნდა იცვლებოდეს, Deep State-ის აგენტურას გამოკვება ჭირდება. ეს ევროკავშირში კარგად აქვთ გათვითცნობიერებული და ევროკომისარმა მარტა კოსმა უკვე განაცხადა, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროდან 15 მილიონი არასამთავრობოებზე გადამისამართდება. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ეს თანხა სრულად გამოეყოფა ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო სექტორს. უნგრეთმა უკვე მოითხოვა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ სრული წვდომა ევროკომისიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ საგრანტო კონტრაქტებზე. ქვეყნის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა იანოს ბოკამ გენერალურ საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ ეს საკითხი შეხვედრის დღის წესრიგში იდგა. უნგრეთი ასევე ევროკავშირს ადანაშაულებს პოლიტიკური ოპოზიციის ფარულად დაფინანსებაში, არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტების მეშვეობით. უნგრეთი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი აგზავნის 10 მილიონ ევროს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურად აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ფაქტობრივად მხარს უჭერს ოპოზიციას და ერევა სუვერენულ საქმეებში. ამის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ზოლტან კოვაჩმა სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა. ანალოგიური ვითარება გვაქვს საქართველოსთან მიმართებაშიც, როდესაც ევროპული Deep State-ის მიერ დაფინანსებული ეგრეთ წოდებული არასამთავრობო სექტორი ქვეყანაში სიტუაციის არევას და ფერადი რევოლუციების მოწყობას ცდილობს. არადა ბოლო პერიოდში ევროკავშირში იმდენი კორუფციული სკანდალი მოხდა, ევროკავშირის საკუთარ იმიჯზე რომ ზრუნავდეს თვითონ დაიწყებდა მაქსიმალური გამჭვირვალობის პროცესს, მაგრამ ამას არ აკეთებს, რაც გასაკვირი არ არის. Deep State-ის დავალებების შემსრულებელი ევრობიუროკრატია გამჭვირვალობის პირობებში ვერ შეძლებს ფარული მიზნების განხორციელებას, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შავი პიარის წარმოებას. 2022 წელს ევროკავშირში ყატარელი შეიხების მიერ ევროპარლამენტარების მოსყიდვის ფაქტები გასაჯარაუდა. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ამ კორუფციულ საქმეში კიდევ ერთი იტალიელი ევროდეპუტატი, ანტონიო პანცერი იყო გახვეული, რომელიც ასევე 2022 წელს დააპატიმრეს. საერთო ჯამში კაილის და პანცერის სახლებიდან 1,5 მილიონ ევროს ოდენობის ნაღდი ფული ამოიღეს. ევა კაილი და სხვა ევროპარლამენტარები ყატარის სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ და თვალს ხუჭავდნენ მრავალრიცხოვან დარღვევებზე, რასაც მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მზადების პროცესში ჰქონდა ადგილი ყატარში. ევროკავშირში არსებულ ფარულ ლობისტურ გავლენებზეც უკვე ძალიან ბევრი დაიწერა, თუმცა როგორც ჩანს, მიუხედავად არაერთი სკანდალისა, Deep State-ის გავლენის ქვეშ მყოფი ბრიუსელი საკუთარი ენჯეოკრატიის შეწყვეტას და მის დემოკრატიულ რეფორმირებას არ აპირებს. დროული და აუცილებელი იყო საკანონმდებლო ინიციატივა გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით.
პროექტის მიხედვით, უცხოური წყაროსგან მისაღებ გრანტთან დაკავშირებით სავალდებულო გახდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა. ევროკომისიის სკანდალის, USAID-სა და NED-ის დახურვისა და სხვა ფინანსური სკანდალების ფონზე, ასევე ქართული გამოცდილების გათვალისწინებით, აუცილებელია უცხოური თანხები და გრანტები კაცრად კონტროლდებოდეს. მე იოანე შაიშმილაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.